ზოგადად საზოგადოების სახელით მე როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იმას რაც ისედაც ეკუთვნოდა ეკლესიას, მაგრამ უკანონოდ იყო წარწმეული, ვაბრუნებ კანონიერ მფლობელობაში. ჩვენ პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფთ ახლა ფულს, გეს ვაწერთ ხელს, რომ გამოყოფთ 700,000 ლარს, რათა დავაჩქაროთ ტაძრის დამთავრება, გუმბათის მოპროება და ეს ტაძარი თავისი წყინვალებით იმ პირობებში, როცა თეატრი გაერთვა შენდება, უამრავი სხვა რაღაცა შენდება ფოთში, მაგრამ ეს იქნება გვირგვინი ამ აღშენებლობის და სიმბოლო ასევე ამ აღშენებლობის. ეს აღდგენილი ტაძრის ნახვა უდიდეს სიხარულს და აღფრთოვანებას იწვევს თითოეულ ჩვენთაგანში. და მით უფრო სასიხარულოა, რომ მსგავსად სხვა ტაძრების მშენებლობისა ეს ტაძარიც მოემსახურება ჩვენი ხალხის სულიერ მოთხოვნილებას, სულიერ გაჯანსაღება, გამშვენიერებას. ამ საქმის განხორციელებისას შედგა ძალიან მჭიდრო კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც ეს საქმე დაიწყო და საძირკველი ჩაუყარა. იმ ადამიანებისა, ვინც ეს საქმე გააგრძელა. მე მინდა მადლობა შევწირო ღმერთს. მადლობა შევწირო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო. და მადლობა ვთქვა იმის გამო, რომ გარკვეული პერიოდის წინ, როდესაც ჩვენ გაგვიჭირდა უკვე ამ საქმის წარმოება და წარმართვა და სისრულეში მოყვანა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს მონაწილეობდა ამ საქმეში, საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი, რომ მიეღო მონაწილეობა და სრულად უზრუნველყო ამ ტაძრის აღდგენა. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ეს საქმე შესრულდა და ამის გამო მე მინდა მადლობა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო. შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ ჩვენს პრეზიდენტს აქვს უდიდესი ვაზრი ჩადებული ამ ტაძრის აღდგენაში. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი ვაზრისა და შრომისა. გმადლობ თქვენ, მე მინდა თქვენი განსაკუთრებული ვაზრი ასევე გამოვყო ბატონო საქართველოს პრეზიდენტო, რამე თუ დიდია ნება ღვთის ამ საქმის აღდგენაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის კეთილის ნება, რომელიც გულს გაუხდის ღვთის ნებას და აღასრულებს მას.